მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვართ ჩილის ტბაზე. მოვედით ცოტა გვიან, იმიტომ რომ გზა არ ვიცოდით. თან ფეხით მოგვიწია ასვლა. მოვედით. აქ უკვე იყვნენ ბიჭები ამოსული, 4 კაცი. რამდენიმე კარჩხანა ჰქონდათ დაჭერილი. და ნახოთ რა იქნება, თან გვაქვს პური, წითელი ჭია და თეთრი. Ეგ მეგობრებო ჩავაგდე. ერთი სატყვარა არის წითელი, მეორე თეთრი ჭია. არის პატარა ქარი, ოდნავ ცივა. ადგილი მომწონს. შეიძლება გვიან მოვედით, იმიტომ რომ მოდის არ ვიცი. აი 2 წუთია რაც ჩავაგდე. მაგრამ ისე სუფთა ტბა არის ვიტყვი. იმიტომ რომ აგერ ამ ხარის არის კამეშები, ამ ხარის და იქით თითქმის არ არის. ესე იგი მეგობრებო, უკვე გავიდა სადღაც 2 საათი. რავი, თევზი არ მოძრაობს. ხალხი მოდის ნათევზეები. იქით ხარს როგორც ხედავ დადიან. ჩვენ ჯერ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. ახლა ეგეთი პერიოდია ძალიან ცივა, მაინც აქ ცივა, რომ ზემოთ არის ეგრვა თაზე. მეორე რიგში გვიან მოვედით. მაგრამ დიდი სიამოვნო მივიღეთ, ლამაზი ადგილია. ცეცხლი, კარტოფილი. ვისვენებთ რა. იმედია ხვალ რამეს დავიჭერთ, იმიტომ რომ ხვალ წესით მივდიოთ გაჩიანის ტბებზე. ეს არის 2 აპრილი, ესე იგი 3 აპრილს მივდიოთ კი. რა თქმა უნდა, ახალ ვიდეოს გავაკეთებ და დავდებ. ჯერჯერობით აქ ვართ. ხოდა ესე. ესე იგი მეგობრებო, ამით შეიცვალა. ზემოეფარა მთებს და წასვლის დროც მოვიდა. რას გეტყვით? ხალხი მოდის აქ სათევზაოდ. იმიტომ რომ პირველ რიგში საინტერესო და ლამაზი ადგილია, წყნარი ადგილია. მეორე რიგში თევზი არის, მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა, მაგალითად აპრილის შუა რიცხვებში კაი აზრია აქ თუ მოხვალ. ბინადრობს ძირითადად კარჩხანა, საზანი. დღეს იყო მოსული 1-2 კაცი და ვინც ხშირად აქ თევზაობს, გვითხრა რა. ხოდა ესე მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო დააჭერეთ ლაიქ, ასევე subscribe დარჩით ჩემ არხზე და ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. აბა კარგად მეგობრებო.